საღამოშვიდობის 10 დეკემბერს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გეყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. თავრობის გადაწყვეტილებით ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას კონკრეტული დათქმით სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯამში 1 მილიარდი ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება. პრემიერის თქმით კომპანიებს განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ნაპატიები ჯარიმებიც აღუდგებათ. სემეკმა მარეგულირებელ ჰესებს ხრამ ჰესი 1 და ხრამ ჰესი 2-ს ელექტროენერგიის ტარიფი დაუდგინა, რომლის მიხედვითაც იანვრიდან მომავალი წლის იანვრამდე 4 თეთრი და 259 მიასედი იქნება კილოვატ-საათზე. პარლამენტი, რომელიც ამჟამად რუსთაველის გამზირზე ისტორიულ შენობაშია, შესაძლოა გედევანიშვილის ქუჩაზე, არსენალის მთაზე ახალ ოფისში გადავიდეს. ამას ითვალისწინებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მთავრობის დავალებით გამოცხადებული ბაზრის მოკვლევა, რომელიც პარლამენტის გარდა მთავრობის ადმინისტრაციის კომპლექსის, თბილისის მერიის და 9 სამინისტროს არსენალის მთაზე გადატანას გულისხმობს. პრემიერის განცხადებით საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ ტვირთებს არ გაატარებს. კობახიძის თქმით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ძალაშია, რომლის თანახმადაც აფხაზეთის გავლით ტვირთების გატარება აკრძალულია. მისივე თქმით ამ მიმართულებით მთავრობის ახალი ინიციატივები არ არსებობს. განათლების სამინისტრო მომავალი კვირიდან ახალი რეფორმის თაობაზე სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აანონსებს. უწყებაში განმარტავენ, რომ შეხვედრა 19-ვე უნივერსიტეტის წარმომადგენელთან იქნება. პროკურატურის ინფორმაციით ბათუმის ნავთობტერმინალის 3 ხელმძღვანელი პირი, რომელსაც გამოძიება 10,000 ტონაზე მეტი გამბაჟებული ნედლი ნავთობის განკარგვას ედავებოდა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია. მთავრობა ენერგოპროექტების ინვესტორებს 1 მილიარდი ლარის დავალიანებას ჩამოაწერს. ირაკლი კობახიძის განცხადებით ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართული არის განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები. მისი თქმით, დავალიანებები ჯარიმების თუ საურაობის სახით, რომელიც კომპანიებს გასული წლის განმავლობაში დაუგროვდა, ენერგეტიკის სისტემისათვის ერთ-ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს. კობახიძე ამბობს, რომ დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა ამავე დროს პასუხისმგებლობით გაჩერებული პროცესის დასაწყისი. ენერგეტიკის სისტემის განვითარებას ერთ-ერთ დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები ჯარიმებისა თუ საურაობის სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილება სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის კონკრეტული დათქმით დაკისრებული ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს პატიების შესახებ. ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია. რაც შეეხება დათქმას, იმისათვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხებლად გაგრძელების თუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოიგიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში სრულად დაეკისრება ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ამასთან ერთად აღუდგება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც. პრემიერის განცხადების შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილში აღნიშნული არის, რომ კონკრეტული დათქმით დავალიანებების პატიება ემსახურება ერთდროულად ორ მიზანს. ერთი მხრივ კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და მეორე მხრივ კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური мотиваცია დაგეგმილი პროექტების სათანადო ვადებში განსახორციელებლად. რაც შეეხება დათქმას, იმისთვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდობა და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, სერიოზულად უნდა მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას. მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება. ასევე აღუდგებათ მთავრობის მხრიდან გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმაც. კომპანია ფერის აღმასრულებელი დირექტორი მთავრობის სამახალ ინიციატივას ენერგოპროექტების ინვესტორებისათვის მილიარდი ლარის დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს. ლაშა იორდანიშვილი ამბობს, რომ ენერგეტიკის სექტორისათვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნება. მისი თქმით, ინიციატივა მნიშვნელოვანია მათ შორის იმ კეთილსინდისიერი ინვესტორებისათვის, რომლებმაც გარკვეული დაბრკოლებების გამო პროექტების დასრულება ვერ შეძლეს.
პრემიერის ინიციატივას ორ ნაწილად გავყოფდი. ერთი ნაწილი რა თქმა უნდა შეეხებოდა ჯარიმებს, თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი და დარგში მოღვაწე პასუხისმგებლიანი კომპანიებისთვის და ინვესტორებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პირველი, სადაც რომელი ინიციატივაც იყო ჩვენი ენერგო დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ თვითკმარი ქვეყნად გახდომისთვის, აი ეს ინიციატივა, რომელიც პრემიერმა დააყენა, რომელიც აი პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან საღვნიშნო ჰაერივით მოგვისურვა ამ ინიციატივამ, რომელიც დარგში მოღვაწე ბიზნესმენებს და ინვესტორებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით აიძულებს უკვე ჩარევას და ქმედებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დარგში მოღვაწე დიდ უმრავლესობას შეეხება, ეს არის მეორე ნაწილი პრემიერის ინიციატივის. ესეც შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს თვითონ ჯარიმების პატიების ნაწილი, სადაც ერთი შემთხვევა, ну ესე დავარქვათ არაკეთილსინდისიერი ვთქვათ დარგში აღმოცენებული ინვესტორი, რომელიც არ არის დაინტერესებული ვთქვათ ვალდებულების შესრულებით, არამედ დაინტერესებულია უფრო ვთქვათ ამ ხელში ჩაგდებული მიერთების პირობების გადაყიდვით. მეორე ნაწილი იმ ჯარიმებისგან შედგება, რომელიც სხვათა შორის საკმაოდ ესეთი გადაულახავი მოცემულობების გამო ვერ შეძლო განეხორციელებინა დარგში მოღვაწე საკმაოდ რეპუტაციულმა და კეთილსინდისიერმა კომპანიამ. ყველა ეს ასე ვთქვათ ერთ ქვაბში მოათავსა და თქვა, რომ ყველას პატიებთ ამ ჯარიმებს მიუხედავად მათი ასე ვთქვათ ბრალეულობისა, რომელიც არის რა თქმა უნდა საკმაოდ მისასალმებელი და ესეც კიდე დამატებით პასუხისმგებლობას შესცენს დარგში მოღვაწე ყველა სუბიექტს. განსხვავებულად აფასებს მთავრობის ინიციატივას ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი, რომელიც ამბობს, რომ 1 მილიარდი არის რეალურად მილიარდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ეს არის ხალხის ფული, ანუ იმ შესაძლო ხარჯებს დააკლდება ეს თანხა, რომლებიც ამ თანხის მოგრების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა, რომ გაწეულიყო. მარგველაშვილი ვარაუდობს, რომ შეიძლება სახელმწიფო სხვა ტიპის ადმინისტრაციული პროცედურების გატარება და ნამდვილი ინვესტორებისათვის ამ პროექტების გადაცემა უჭირს და მას აქვს იმედი, რომ ისევ ბროკერები იპოვიან ახალ შესაძლებლობებს. ბევრი შეკითხვა რჩება, ამბობს მურმან მარგველაშვილი. დეტალებში არის ეშმაკი ხოლმე როგორც წესი ჩამალული. უნდა ვთქვათ, რომ დიდი ნაწილი და უმეტესობა იმ ეგრეთ წოდებული ინვესტორებისა, რომლებიც აი ამ დავალიანებებს აგროვებდნენ, არ არიან რეალურად ინვესტორები და არიან უბრალოდ ბროკერები, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ეს პროექტები და მერე ცდილობდნენ მის გადაყიდვას. ამაზე ბევრჯერ იყო ლაპარაკი მათ შორის მინისტრთან, სხვა დეველოპერების მიერ და ასე შემდეგ. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ამიტომ მათთვის კიდე ერთი შანსის მიცემა იმისთვის, რომ ეს პროექტები მაინც განავითარონ, რამდენად სწორია, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. შეიძლება სახელმწიფოს უჭირს სხვანაირი ადმინისტრაციული პროცედურების ჩატარება და ნამდვილი ინვესტორებისთვის გადაცემა ამ პროექტების თვითონ და ამიტომ იმედი აქვს, რომ ისევ ეს ბროკერები იპოვიან რაღაც ახალ შესაძლებლობებს. ყოველ შემთხვევაში, აქ ეხლა ცალსახა შეფასებას მე ნამდვილად ვერ გავაკეთებ, ამ ერთი მოსმენით აქ ბევრი შეკითხვა დგას. კი ბატონო, და უპასუხისმგებლო ბიზნესიო ესეთი ფორმულირება იყო და ამ პროცესში, ესე ვთქვათ, შეიძლება რომ ბიზნესი იყოს მხოლოდ ცალმხრივად, ესე ვთქვათ, უპასუხისმგებლო? ეგეც გააჩნია პასუხისმგებლობას, რას დავარქმევთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით ის სასამართლო პროცესების შესახებ, რომელიც ამ პროექტების გადაცემასთან არის დაკავშირებული, გაგვიგია ყოველ შემთხვევაში. ამიტომ მარტო იმათი პასუხისმგებლობა რო არ დგას და მეორე მხარესაც არის პასუხისმგებლობა, თუნდაც ამით დასტურდება. სამეკმა მარეგულირებელ ჰესებს ხრამჰეს 1 და ხრამჰეს 2-ს ელექტროენერგიის ტარიფი დაუდგინა. დადგენილების თანახმად, სააქციო საზოგადოება ხრამჰესი 2-ის ტარიფი 2026 წლის იანვრიდან 2027 წლის იანვრამდე 4 თეთრი და 253 მიასეთი თეთრი იქნება კილოვატ-საათზე. ხრამჰესი 1-ის შემთხვევაში ტარიფი 2026 წლის იანვრიდან 2027 წლის იანვრამდე იმოქმედებს და 4 თეთრი და 764 მიასეთი თეთრი იქნება კილოვატ-საათზე. ამას გარდა, კომისიის გადაწყვეტილებით
ასევე G-Power-ისათვის საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასური 40.266 ლარით განისაზღვრა დღეზე, ՇՊС საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის 58.096 ლარით დღეზე, მტკვარი ენერჯისათვის 76.319 ლარით, ხოლო შპს გარდაბნის თბოსადგურისათვის 325.793 ლარით. საქართველოს მთავრობა პარლამენტის და სამინისტროების არსენალის მთაზე ახალ საოფისე შენობებში გადატანას განიხილავს. ეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევიდან ჩანს. ბაზრის მოკვლევის მიხედვით განიხილება როგორც კონკრეტული სამინისტროების, ასევე მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის შენობის და თბილისის მერიის არსენალის მთაზე გადატანის შესაძლებლობაც. რაც გეგმავს მთავრობა არსენალის მთაზე, სადაც წლების წინ დეველოპერული პროექტის განვითარება იყო დაგეგმილი და რა ბედიელის ქალაქის ცენტრში განთავსებულ შენობა ნაგებობებს, სადაც დღეს სხვადასხვა უწყებებია განთავსებული. ანუკა ჯოხაძე ცდილობდა უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას ამ თემაზე. სამთავრობო ქალაქისთვის ახალი ლოკაცია არის შერჩეული, ეს არის არსენალის მთა. სწორედ ამ ტერიტორიაზე გეგმავს მთავრობა, რომ გადმოიტანოს თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის და ასევე სხვადასხვა სამინისტროების შენობები. ეს არის სწორედ ის ტერიტორია და საუბარი მაქვს 77 ჰექტარზე, სადაც ჯერ კიდევ 2007 წელს განიხილებოდა დიდი დეველოპერული პროექტის განხორციელება და მათ შორის ეს პროექტიც მოიაზრებდა მაშინ ტერიტორიაზე სამთავრობო უწყებების გადმოტანას. მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაზრის კვლევას იწყებს, რომელიც არსენალის მთაზე ეგრეთ წოდებული სამთავრობო ქალაქის მოწყობას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში სულ 282,000-ზე მეტი კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული შენობები უნდა აშენდეს. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის ყველაზე დიდი თბილისის მერიის შენობა იქნება. პარლამენტის შენობისთვის კი 31,350 კვადრატული მეტრის საოფისე შენობაა გათვალისწინებული. არქივი სამთავრობო ქალაქის მშენებლობის რამდენიმე მცდელობას ინახავს. ორთაჭალაში იმ ადგილის გვერდით, სადაც ხორციელდება ბიზნეს სახლის პროექტი, გავაკეთოთ მთავრობის სამთავრობო ქალაქის პროექტი. ერთ-ერთი უკანასკნელი კი გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის. ყოფილი პრემიერის ხედვით სამთავრობო ქალაქი ორთაჭალაში უნდა გაშენებულიყო. გენგეგმის ავტორი გვიხსნის, რომ ქალაქის განვითარების მთავარ დოკუმენტში არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის განვითარება არ განიხილებოდა. მისი თქმით, დღევანდელი ზონირება ამ ტიპის განაშენიანებას პირდაპირ არ ზღუდავს, მაგრამ გარკვეულ რისკებს აჩენს. ურბანისტიკა და ქალაქმშენებლობა ზოგადად ეს დარგის სივრცითი მოწყობა გულისხმობს არა იმას, რომ უკვე გადაწყვეტილი მაქვს მე ამ ტერიტორიაზე რაღაცის მოწყობა და მოდი ახლა ეს გადავწყვიტოთ. აი უპირველესი ამოცანა ურბანისტიკის გახლავთ ტერიტორიების სწორად შერჩევა. ასეთი მსხვილი პროექტებისთვის კარგია, რომ პირველად მოხდეს ანალიზი, რომ სად შეიძლება მათი განთავსება. სამთავრობო ქალაქის მაგალითები არის. თქვენ გახსოვთ, წანიშშიც იყო ამისი პროექტი, უკვე დამტკიცებული, შეთანხმებული, შემდეგ როგორც ჩანს, გადაიდო ის ამოცანა. მაგრამ ამ ტერიტორიაზე თუ არის მყარი არგუმენტები, რომ შეიძლება ამისი აქ მოწყობა, იქ ტრანსპორტის პრობლემებია, იცით თქვენ, რომ მიწდომადობის. ურბანისტები ამბობენ, რომ არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მოწყობა ადმინისტრაციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას ართულებს. მათივე შეფასებით ტერიტორიაზე ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა სატრანსპორტო მიმართულებით პრობლემებსაც გააჩენს. ტერიტორიას ათასობით ავტომობილი დაემატება, რისი გატარებაც ვიწრო ქუჩებზე გაჭირდება. გამოიწვევს კიდევ უფრო გართულებულ გადაადგილების შესაძლებლობებს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ფაქტობრივად ასეულობით მიდიან მერიაში განსაკუთრებით ხო ვიზიტი აქვს თავისი პრობლემების მოსაგვარებლად, მათთვის თითქმის შეუძლებელი იქნება ან ძალიან დიდი დაგეგმვაში დასჭირდება, რომ მივიდნენ ფიზიკურად ამ თქვათ ადმინისტრაციულ შენობებამდე და თვითონ ამ დასახლებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება იქ ცხოვრება. ათასობით ავტომობილი ყოველდღიურად დაემატება იმ ქუჩებს, რომელიც დღესაც არ არის გამტარუნარიანი. სამთავრობო ქალაქის პროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რომელი უწყებების მისამართი შეიცვლება, ეს ჯერ ცნობილი არ არის. მისი თქმით, ადმინისტრაციული შენობების ჩანაცვლების პროექტს ორმაგი ეკონომიკური ეფექტი ექნება. ერთი მხრივ მშენებლობა და მეორე მხრივ ქალაქის მასშტაბით განაწილებული სამინისტროების შენობები გასხვისდება. დასწრებული არ არის, რომ უწყებებს შეეხება, კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს იმისათვის, რომ იგივე ფასად
ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების მშენებლობა, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას. ხო, ერთი მხრივ ეკონომიკური აქტივობა იქნება ახალი შენობების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასაც და მეორე მხრივ საინვესტიციო მიზნებით, როდესაც მოხდება კომერციული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება, ესეც შეუწყობს ხელს ეკონომიკურ აქტივობას. მთავრობის გეგმით ქალაქის ცენტრში საინვესტიციოდ მიმზიდველ შენობა ნაგებობებს აუქციონზე გამოიტანენ. ირაკლი აბესაძე ფიქრობს, რომ დაანონსებული პრივატიზაციით ხელისუფლება ბიუჯეტის სწრაფად შევსებას ცდილობს. მისივე შეფასებით, ამას შესაძლოა კორუფციის რისკები გააჩინოს. რაც შეიძლება სწრაფად და სანამ რეჟიმი ძალაუფლებას ფლობს მოახერხონ და ქალაქში არსებული საუკეთესო საინვესტიციო ობიექტები სწრაფად გაასხვისონ. ამავე კონტექსტში ჯდება ეგრეთ წოდებული საუნივერსიტეტო რეფორმა, როდესაც პირდაპირ დაანონსეს, რომ უნივერსიტეტების ბევრი შენობა შესაძლებელია საპრივატიზებო ნუსხაში აღმოჩნდეს. ანუ აქ არის მაღალი კორუფციული ინტერესი, როგორც ჩანს, რომ თავად და იაფად კარგად ვიცით, როგორ დარდება შემდგომ აუქციონები ხელში ჩაიგდონ ეს ქონება და მეორე ბიუჯეტისთვის გააჩინონ სწრაფი შემოსავალი. ტერიტორიაზე, სადაც მთავრობა სამთავრობო ქალაქის მოწყობას განიხილავს 2007 წელს კახაკალაძის მიერ დაფუძნებული კალა კაპიტალის შვილობილი კომპანია Arsenal Development დეველოპერული პროექტის განხორციელებას გეგმავდა. Arsenal-ის მთაზე სამთავრობო უწყებების გადატანა ქალაქში კონცეფციის ფარგლებში გათვალისწინებული იყო. სამთავრობო ქალაქის ესკიზის შექმნაზე ბაზრის მოკვლევა 23 დეკემბერს სრულდება. რა დაჯდება უშუალოდ პროექტის განხორციელება უცნობია. კახეთის ავტომაგისტრალის 17 კილომეტრიანი საგარეჯო ბადიაურის მონაკვეთი 2026 წელს გაიხსნება. SBMG-ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს. გზის სამონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა და ის მსოფლიო ბანკის მიერ 276 მილიონ 800.000 ლარის ფინანსდება. სამუშაოებს თურქული საინჟინრო კომპანია ასრულებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით პროექტზე ბიუჯეტის ათვისება გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. 2023 წელს პროექტზე 76 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2024 წელს მასზე 100 მილიონის დახარჯვა იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ გეგმა შეიცვალა და ფაქტობრივმა ათვისებამ 47 მილიონი ლარი შეადგინა. 2025 წლის 10 თვეში კი ბიუჯეტის ათვისება 72 მილიონ 700.000 ლარი იყო. 2026 წელს პროექტის დასრულებისთვის 50 მილიონი ლარის სამუშაოებია დარჩენილი. პროექტის ფარგლებში 4 ხიდი, 8 გზაკამტარი და 86 წყალგამტარი მილი შენდება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია საპროექტო მონაკვეთის მიმდებარედ არსებული ადგილობრივი საგზაო ქსელის გაუმჯობესება და მისი ამ მონაკვეთთან დაკავშირება. მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ლევან დარახველიძესთან ერთად რიკუთის მაგისტრალის დარჩენილი 4 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროგრესის გასაცნობად ადგილზე იმყოფებოდა. სამინისტროს ინფორმაციით ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს 5 ახალი ხიდის და 3-ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა. 4 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მოდერნიზება დასრულების ეტაპზეა და ამჟამად ფერდის დამუშავების, სადრენაჟი არხების მოწყობის და საბოლოო მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. რიკუთის მაგისტრალი 52 კილომეტრიან 4-ზოლიან ჩქაროსნულ გზას მოიცავს. ამ დროისთვის ავტოტრანსპორტით უკვე სარგებლობს 48 კილომეტრი ახალი 4-ზოლიანი გზით. მიმდინარე მონაკვეთის დასრულების შემდეგ კი რიკუთის 52 კილომეტრიანი მაგისტრალი მთლიანად ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს. უწყების ინფორმაციით რიკუთის ახალი გზა 8 კილომეტრით ამცირებს მანძილს და გადაადგილების დროს ანახევრებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის 31 დეკემბერს სრულდება. იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ სააგენტომ გეგმით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის სამიზნე ინდიკატორს მიაღწია, ამიტომ სისტემური რეგისტრაცია ფორმალურად ჩერდება, თუმცა ეს პროცესი სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში გაგრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქემ ინდივიდუალურად უნდა მიმართოს სააგენტოს. განსხვავებით სისტემური რეგისტრაციისგან, მიწას უფასოდ ვეღარ დაირეგისტრირებენ მოქალაქეები, საფასურს კი მთავრობა განსაზღვრავს. სპეციალისტების ნაწილი პროგრამას და მისი მიმდინარეობის პროცესს აკრიტიკებს და აღნიშნავენ, რომ ამ პროცესმა მოქალაქეებს შორის მრავალი სასამართლო დავა გამოიწვია. როგორ აფასებენ იურისტები ამ პროცესს და რა შედეგით სრულდება მიმდინარე რეფორმა, ეკა გაზდელიანის სიუჟეტი ვნახოთ.
მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აიზომა 2 მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობმა 1,101,570 ჰექტარი შეადგინა. 1,469,591 მოქალაქე მიწის მესაკუთრე გახდა. 1 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყნის საკადასტრო დაფარვამ 95%-ს გადააჭარბა. ასე აჯამებს იუსტიციის სამინისტრო მიწის სისტემური რეგისტრაციის შედეგებს. უწყებაში ამბობენ, რომ სისტემური რეგისტრაციის პროექტმა იმ სამიზნე ინდიკატორს მიაღწია, რაც თავიდანვე იყო განსაზღვრული. დარჩენილი მიწის ნაკვეთები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს და არსებობს დამავკოლებელი გარემოებები, რომლებზეც დაყრდნობითაც სისტემური რეგისტრაციის პროცესით და პროექტით გაგრძელება მიზანშეწონილი არ არის. სხვადასხვა დამავკოლებელი გარემოება შეიძლება იყოს გზები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და თქვათ ტყის მასივები და სხვა. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით 2026 წლის 1 იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება. იმ მოქალაქეებს, რომელთაც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიმართვა ვერ მოასწრეს ან სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს, საკუთრებაში გაფორმების ვადა 2026 წლის ბოლომდე ეძლევათ. ამისთვის კი მოქალაქეებმა სააგენტოს ინდივიდუალურად უნდა მიმართონ. განსხვავებით სისტემური რეგისტრაციისგან მიწას მოქალაქეები უფასოდ ვეღარ დაირეგისტრირებენ. საფასურს მთავრობა განსაზღვრავს. იცვლება მხოლოდ მომართვიანობის ფორმა. თუ სისტემური რეგისტრაციის დროს კონკრეტული განცხადება არ იყო აუცილებელი, ამ შემთხვევაში კონკრეტული განცხადება იქნება აუცილებელი და კონკრეტულ მოქალაქეს შესაძლებლობა იქნება ინდივიდუალური განცხადებით მიმართოს სააგენტოს და სააგენტო ამის შემდეგ უკვე იმავე წესით გააგრძელებს რეგისტრაციას. კანონპროექტის თანახმად რეგისტრაციის საფასური არ უნდა აღემატებოდეს მოქმედი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ორმაგოდანობას. ამ საფასურის უმაღლესი განაკვეთი ამ დროისთვის 600 ლარია. სპეციალისტების შეფასებით ეს ფასი ბევრი მოქალაქისთვის შესაძლოა დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს. რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას, იურიდიულ კომპანია OKCG-ში აცხადებენ, რომ პროექტმა მნიშვნელოვანი სამუშაო შეაცვლა. თუმცა მას გარკვეული ხარვეზებიც ჰქონდა. პროცესმა მოქალაქეებს შორის მრავალი სასამართლო დავა გამოიწვია. დაფიქსირდა სახელმწიფო ქონების მიტაცების შემთხვევები, როდესაც მოქალაქეთა ჯგუფებმა სრულმოწმოებისა და ფორმალურად გამართული დოკუმენტაციის გამოყენებით კერძო საკუთრებაში დაირეგისტრირეს სახელმწიფო ქონება, მათ შორის ტყის მასივები. მეორე საკითხია, რამდენად სამართლიანად დარეგისტრირდა, ხომ არ მოხდა ამას გვერდითი მოვლენები, მე ხშირად აღნიშნავ ხოლმე ჩემს განცხადებებში, რომ მოხდა სახელმწიფო ქონებების პირიქით კერძო პირების მიერ დატაცება, მაგალითად ისეთი ადგილების, როგორც იყო ტყის ზონა და ასე შემდეგ ისარგებლა ადამიანთა ჯგუფებმა და ვფიქრობ, რომ აი შეფასებისთვის მომდენო პერიოდი იქნება, როცა შეფასდება და გამოვლინდება უამრავი დანაშაული სახელმწიფო ქონებების მიტაცების, რადგანაც სამეზობლო ადამიანები ერთმანეთს ესე ვთქვათ დაუდგნენ სრულმოწმოებად, რითიც შეძლეს სხვა ქონებების მითვისება კერძო საკუთრებაში. იურისტი უძრავი ქონების ისტორიის მკვლევარი ბონდო ყიფიანი კი ამბობს, რომ პროექტის დასრულებულად გამოცხადება მაშინ, როდესაც საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი, მხოლოდ საიმიჯო გადაწყვეტილებაა. სახელწოდება სისტემური ან სპორადული არა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო სხვის კერძო საკუთრება საკმარისი მოკვლევის გარეშე საკუთარ სახელმწიფო ტერიტორიად იზომავს. მსგავსი უზუსტობების გამო არაერთი მილიონი ნაკვეთი თავიდან ასაზომი და დასაზუსტებელია. ადამიანი ადრე თუ გვიან მიაკითხავს თავის ნაკვეთს, მოიძიებს იმ საბუთს, რომელიც უნდა იყოს ამ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოძიებული და დადასტურებული. მოიძევს ამ საბუთს და მიაკითხავენ საკუთარ ნაკვეთებს. და აღმოჩნდება იქ, რომ უკვე სახელმწიფოსაა აღწაღებული ეს უფლება და ძალიან დიდი ნაწილი მათ შორის დახვდებათ გაყიდული. და წავა ისევ ეს კვლევაძიება, აქ სახელმწიფოს უფლება არსებობდა, ქონდა თუ არა მისი განკარგვის უფლება და ასე შემდეგ. და ისევ დავები, ისევ განუკითხაობა და ისევ ქუჩაში გადასვლა იმ პროცესების, რაც რეალურად ცივილურად საჯარო რეესტრში და შესაბამის ორგანოებში უნდა წესრიგდებოდეს და გვარდებოდეს. მიუხედავად ხარვეზებისა და კრიტიკული მოსაზრებებისა, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის 31 დეკემბერს სრულდება. ინდივიდუალური ფასიანი მიმართვის რეჟიმში კი პროგრამა 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება. 2027 წლიდან მიწის რეგისტრაციის საკითხები მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ. კახეთის ავტომაგისტრალის 17 კილომეტრიანი საგარეჯო ბადიაურის მონაკვეთი 2026 წელს გაიხსნება. ამ მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალშია გაფორმებული და ის მსოფლიო ბანკის მიერ 276,800,000 ლარით ფინანსდება. საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის 25,814 მოქალაქემ ისარგებლა. საერთო ჯამში 118 მილიონი ლარია გაცემული.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აპოლონ კაკაბაძემ თანამდებობა დატოვა. BMG-ის უწყებაში უთხრეს, რომ მოადგილე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. UNESCO-მ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ნიუ-დელიში გამართულ UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს. კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ Global Transporteris და Space Cargo-s მხრიდან უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაადასტურა. სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო. ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების განხილვა და ფისკალური პოლიტიკის გაცნობაა. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია. დაახლოებით 48 მილიონი ლარით და ჯამში 9 მილიარდ 668 მილიონ ლარს ცდება. მომდევნო წელს 70 წლამდე პირთა პენსია 370 ლარით განისაზღვრა და 70 წლის და მეტი ასაკის მქონე პირთა პენსია 495 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსია შესაბამისი კატეგორიებისათვის 444 და 594 ლარი იქნება. ფინანსთა მინისტრმა დღევანდელი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჯამში მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებზე გათვალისწინებული არის 6 მილიარდ 930 მილიონ ლარზე მეტი. სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვებზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება დამატებით 12 მილიონ ლარამდე იზრდება და პროგრამის ბიუჯეტი 124 მილიონ ლარს ცდება. 2025 წელთან შედარებით პროგრამის დაფინანსება ჯამურად 29 მილიონ 500 ლარის ოდენობით არის გაზრდილი. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები დამატებით 183 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 2 მილიარდ 220 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული. ამ პროგრამის დაფინანსება 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილი არის 360 მილიონ ლარზე მეტით. ამავე დროს მინისტრის ინფორმაციით, პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით პროგრამის ფარგლებში დამატებით გაზრდილია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება 150 მილიონი ლარით და 1 მილიარდ 500 მილიონ ლარს უტოლდება. ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის დაფინანსება 10 მილიონი ლარით იზრდება 28 მილიონ ლარამდე. იშვიათი დაავადებების მქონე პირთა მკურნალობის პროგრამა 5 მილიონი ლარით და 70 მილიონ ლარს შეადგენს. ჯანდაცვის სხვა პროგრამებს რაც შეეხება ჯამურად 18 მილიონ 700 ლარით ზრდა იქნება. გათვალისწინებული არის პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის ხელფასების ზრდაც. 2026 წელს გაიზრდება საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექიმების და მანდატურების ხელფასებიც. მისივე ინფორმაციით, განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება პირველად პროექტთან შედარებით 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გაიზრდება და თითქმის 90 მილიონი ლარით 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს ცდება. ამას გარდა ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ 2026 წელს გაიზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 17 მილიონ ლარამდე და 3 მილიარდ 113 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება უშუალოდ ხარჯების განაწილებას ზოგადი განათლების დაფინანსებაზე. დამატებით, როგორც ლაშა-ხუციშვილმა აღნიშნა, გამოიყო 37 მილიონ ლარზე მეტი და მისი მოცულობა 1 მილიარდ 923 მილიონ ლარს აღწევს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული არის საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექიმების და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა. ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 10%-ისა. პრემიერ-მინისტრი უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობის ზრდას ელოდება. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ კვოტები მოლოდინის გათვალისწინებით არის განსაზღვრული. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. პრემიერი ამბობს, რომ მიმდინარეობს შრომის ბაზრის ანალიზი და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება კვოტები უშუალოდ ფაკულტეტებს შორის. კობახიძე ამბობს, რომ უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში სოციალური საკითხია და ამას განათლების მიზნებთან იმდენად კავშირი არ აქვს, რამდენადაც იმასთან, რომ ეს სოციალური მხარდაჭერაა, რომელსაც სტუდენტები მიიღებენ. კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სტატუსს შეჩერებული სტუდენტები აღარ იქნებიან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში
მისაღების სტუდენტების რაოდენობა, კვოტები განისაზღვრება ამ მოლოდინის გათვალისწინებით. ანუ პირიქით რაოდენობის ზრდა გვექნება, აქ მოვისმინე უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შემცირდება ადგილების რაოდენობა, შესაბამისად თუ ადრე უფრო ადვილი იყო მაგალითად ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარება, ახლა იქნება ეს უფრო რთული, რეალურად არავითარი ფორმით კვოტები არ შემცირდება. ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, ჩვენ ვაწარმოებთ შრომის ბაზრის ანალიზს და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება კვოტები უშუალოდ ფაკულტეტებს შორის, მაგრამ ჯამურად სახელმწიფო უნივერსიტეტებში არ შემცირდება, პირიქით გაიზრდება კვოტები სტუდენტების მისაღებად. უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეს არის მთლიანად სოციალური საკითხი. ამას განათლების მიზნებთან იმდენად კავშირი არ აქვს, რამდენად იმასთან, რომ ეს არის სოციალური ასე ვთქვათ მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებენ სტუდენტები. ან მთავარი მიზანი, რატომაც გადავედით ჩვენ უფასო უმაღლეს განათლებაზე, არის სოციალური. ანუ ჩვენ ვეხმარებით გახსოვთ, რომ აწეული საკითხი იყო, ხო, ერთ-ერთი ის რომ სტუდენტები ვერ ახერხებდნენ გადასახადის გადახდას და სტატუს შეჩერებული და შემდეგ არც ერთი სტატუს შეჩერებული სტუდენტი აღარ გვეყოლება არასდროს. განათლების რეფორმაზე სამინისტრო უნივერსიტეტებთან ან ინდივიდუალურ შეხვედრებს გეგმავს მომავალ კვირას ან ერთობლივად მოხდება მათთან კოორდინირებით შეხვედრის ორგანიზება. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით ამ შეხვედრის მიზანი მათი ხედვის გაცნობა რეფორმის ფარგლებში რა მიმართულებებს თვლიან კლასიკურ მიმართულებებად. განათლების მინისტრის მოადგილი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უნივერსიტეტებში მობილობის კანონმდებლობის გადახედვა არ არის დაგეგმილი. ეს პასუხი არის პარლამენტის წევრის ვლადიმერ ბოჟაძის შეკითხვაზე, რომელიც დაინტერესდა როგორ გადავა კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში სტუდენტი ახალი დაფინანსების პირობებში, მაშინ როდესაც სახელმწიფოში სწავლა უფასო, კერძოში კი ფასიანი იქნება. ზვიად გაბისონიას თქმით, შესაძლოა მობილობასთან მიმართებაში გარკვეული ტიპის კვოტირება გაკეთდეს, მათ შორის GPA-ის ნაწილში. მობილობასთან დაკავშირებით არსებობს არსებული კანონმდებლობა. მის გადახედვას ამ ეტაპზე არ გეგმავთ, თუმცა ახალი პროექტი შესაძლებელია ამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს საკითხი. რატომ? იმიტომ რომ თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ მაღალ რეიტინგული სტუდენტები შეიძლება უფრო მოხვდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თუმცა იმის შესაძლებლობაც არის, რომ შეიძლება კერძო უნივერსიტეტში მოხვდნენ. ამიტომ შესაძლებელია გარკვეული ტიპის კვოტირება გავაკეთოთ მათ შორის იგივე GPA-ის ნაწილში, ან შეიძლება მოხსნათ ეს ნაწილი. ერთადერთი რაც გვაწუხებს არის манипуляციის საშუალება არ დავტოვოთ, რომლის დროსაც მაგალითად ხო უფრო დაბალ რეიტინგული ვთქვათ დაბალი აკადემიური მოსწრების მისაღებ გამოცდებს გულისხმობთ სტუდენტებმა არ გამოიყენონ არსებული ხრელი, ასე ვთქვათ საკანონმდებლო ხრელი და შემდეგ არ მოხდეს გადანაცვლება. თეორიულად რა თქმა უნდა შესაძლებელია და ამ ხრივ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს. ერთადერთი აი ეს მომენტი იყო, რაზეც გუშინაც გავამახვილე ყურადღება, რომ შეიძლება რაღაცა ტიპის შეზღუდვა დავაწესოთ იგივე GPA-ის ნაწილში, რომ არ მოხდეს მსგავსი ტიპის манипуლირება. სხვა შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტი ხსნის მობილობას, ის ხსნის ყველასთვის და აქედან გამომდინარე ამ ნაწილში არ ამგონია, რომ პრობლემა იყოს. საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის 25814-მა მოქალაქემ ისარგებლა, მათ საერთო ჯამში 118 მილიონი ლარი მიიღეს. ეს ერთ ბენეფიციარზე საშუალოდ გაცემული 4571 ლარია. დაგროვებითი საპენსიო სისტემით მოქალაქეები საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ სარგებლობენ. ქალებისათვის საპენსიო ასაკი 60 წელია, მამაკაცებისათვის 65. მოქალაქეები საპენსიო ასაკის მიღწევისას იმ დაზოგილ თანხას იღებენ, რაც მათ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ფარგლებში დაეზოგათ. არსებული მდგომარეობით საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობა 8 მილიარდ 60 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 1,501,278 მოქალაქის საპენსიო დანაზოგია. ფონდში ეს თანხა 2019 წელს 1 იანვრიდან გროვდება, ანუ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ამოქმედებიდან. საპენსიო სისტემის ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგის მოცულობა 5,372 ლარია ამ დროისთვის. პარლამენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებას, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების საკითხს ეხება, მხარი დაუჭირა. ცვლილება ქართული ოცნების დეპუტატების მიერ არის მომზადებული და კანონპროექტით ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების, ვასპების, ანუ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირება ხდება. თუ აქამდე ვასპების რეგულირება მათი რეესტრის წარმოებით და ლიცენზიების გაცემით შემოიფარგლებოდა, ახლა ეროვნულ ბანკს ვასპების საქმიანობის უფრო ყოვლის მომცველი რეგულირება შეეძლო.
განხორციელება, რაც კლიენტთა მომსახურების საკითხს დაარეგულირებს. ახალი კანონით ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება ზედამხედველობის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესისაგან ადგილზე ან დისტანციურად. დაადგინოს მათთვის საზედამხედველო წესები და მოთხოვნები, მათ შორის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და მისი გაანგარიშება. დაადგინოს კაპიტალის აქტივების და რისკების მართვის სტანდარტები, განსაზღვროს რისკების ჩარჩო და შემოიღოს სხვა დამატებითი მოთხოვნები. ასევე ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება მათთვის დაადგინოს მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული წესები. კანონის მიხედვით ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა. ეროვნულ ბანკს კი ენიჭება უფლებამოსილება ნორმატიული აქტით განსაზღვროს მომსახურების სახეები, რომელიც ასევე ჩაითვლება ვირტუალური აქტივის მომსახურებად. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ამანათების და ტვირთების ტრანსპორტირების ორ კომპანიას Global Transportes და Space Cargos მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის დარღვევის ფაქტები დაუდგინა. კომპანიებს უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდასტურდათ, Global Transporteris შემთხვევაში მოვაჭრის საზღვარგარეთის მისამართზე მისული ამანათი არ აისახა მომხმარებლის პირად კაბინეტში, ხოლო მომხმარებლის მიერ სააგენტოსთვის მომართვის გამო მომსახურებით სარგებლობის უფლება შეეზღუდა. რაც შეეხება SPS Space Cargos ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება მომხმარებელს დაუანგარიშდა შეთანხმებულისაგან განსხვავებული ფორმით. ამავე დროს ამანათის დაკარგვის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე მოვაჭრემ უარი განაცხადა. სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეებს დაევალათ მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და სავაჭრო პოლიტიკის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. ავტობაზრისთვის მიმდინარე წელი მზარდი იყო კავკასიის ავტოიმპორტის ინფორმაციით. მათი კომპანიის შემთხვევაში ავტომობილების იმპორტი 11 თვეში 20%-ით გაიზარდა, რეექსპორტი კი 10%-ით. კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მთავარ საექსპორტო ბაზრებად ყაზახეთი და ყირგიზეთი ნარჩუნდება, თუმცა გააქტიურება შეენიშნება ისეთი ქვეყნების მიმართულებით, როგორიც არის ტაჯიკეთი, მოლდოვა, თურქმენეთი. მისი თქმით, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ერთ-ერთი გამოწვევაა, რადგან ავტომობილების რეექსპორტის მნიშვნელოვანი წილი კვლავ ცენტრალური აზიის ქვეყნებზე მოდის. კავკასიის ავტოიმპორტში ასევე აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატების მიერ წლის პირველ ნახევარში ავტოიმპორტზე დაწესებული ტარიფები ქართულ ბაზარზეც აისახა და შედარებით ბიუჯეტური ავტომობილები დაახლოებით 15%-ით არის გაძვირებული. წელს 10 თვეში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული 2,3 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა, რაც წლიურად 14,3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 10 თვეში რეექსპორტზე სულ 93,000 ავტომობილია გასული. რეექსპორტის დაქვეყნდა დაახლოებით 5-7% და იმპორტის ნაწილში ზრდა გვაქვს 20-23%, ეს იგივე საქსტატის მონაცემები. ჩვენი კომპანიის მაგალითზეც ცარკისებულად იმეორებს ეს პრაქტიკულად საქსტატის მონაცემებს, ეს ბოლო 10-11 თვე რო ვიღოთ. ძირითადად სარეექსპორტო ბაზრები პირველ-მეორე ადგილზე ისევ ყაზახეთი და ყირგიზეთია. გააქტიურებულია ტაჯიკეთის მიმართულებით რეექსპორტი, მაგალითად ბოლო კვარტლის მონაცემებს თუ ავიღებთ, ტაჯიკეთის წილი 15-16%. ზოგადად, ასე ვთქვათ, ყაზახეთი, ყირგიზეთის მიმართულებით რეექსპორტი მთლიანი ბრუნვის 70-75%-ია. ეს მაინც გამოწვევად რჩება, იმიტომ რომ ორ ქვეყანაზე ამ ხელა, ასე ვთქვათ, სარეექსპორტო დოვლათი დივერსიფიკაცია ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ამას ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ ჩვენი ჰაბის სტატუსი შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად დივერსიფიცირებული გქონდეს, ასე ვთქვათ, ეს ბიზნესი, თუმცა ემატება წლების განმავლობაში ახალი ქვეყნები, მათ შორის მოლდოვაში გვაქვს მაგალითად რეექსპორტი, თურქმენეთში დაფიქსირდა, ერაყის მიმართულებით იყო რეექსპორტი და ასე შემდეგ. აღრიცხვის ელექტრონული სისტემა თბილისის გარდა ბაგაბაღებში 2026 წლის 15 იანვრით დანამოქმედება. ამასთან დაკავშირებით მთავრობის ხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისტემა, რომელიც საპილოტო რეჟიმში თბილისის 20 ბაგაბაღში სექტემბრიდან დაინერგა, მომავალი წლიდან ყველგან ამოქმედება. ბაგაბაღების თანამშრომლებსა და აღზრდელებს დაწესებულებაში გამოცხადებისთანავე ბარათების დაფიქსირება მოუწევთ. კალაძის თქმით, დანერგილი პროგრამა აღრიცხავს ბავშვთა და თანამშრომელთა დასწრებას.
რაც სააღმზრდელო დაწესებულებას რესურსების დაზოგვაში დაეხმარება. საქსტატის ინფორმაციით 2025-2026 სასწავლო წლისათვის თბილისში 190 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც ჩართულ ბავშვთა რაოდენობა დაახლოებით 59000-მდეა. აღმზრდელ პედაგოგების რაოდენობა კი 6500-ზე მეტი. საბავშვო ბაგაბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა დაწესებულებაში ელექტრონული დაშვების სისტემის დანერგვა. პროექტის პარალელში განხორციელდა ბარათის წამკითხველებისა და შესაბამისი ვიდეოკონტროლის სისტემის მონტაჟი, გადამზადდნენ როგორც ბაგაბაღების ადმინისტრაციები, ისე სააგენტოს შესაბამისი განყოფილებების სპეციალისტები პროგრამის მართვის მიმართულებით. იმართება საინფორმაციო შეხვედრები ახსასდელების მშობლებთან, რათა 2026 წლის 15 იანვრიდან ბავშვთა მიღება ბაღებში შეუფერხებლად განხორციელდეს. გარდა ამისა, თითოეული ახსასდელის მშობელს გადაეცემა მაქსიმუმ 8 პლასტიკური ბარათი, რათა დავაზღვიოთ ბავშვის აღრიცხვა ბარათის დაკარგვის ან სხვადასხვა მშობლის მიერ თანხლების შემთხვევაში. მეტი კომფორტისთვის ხელმისაწვდომი ხდება სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გზით ერთჯერადი QR კოდის გენერირება და მისი დაფიქსირება ბარათის წამკითხველზე. იუნესკომ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ეს ინფორმაცია კულტურის სამინისტრომ გავრცელა და უწყება აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ნიუ-დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკოს მთავრობათა შორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს. კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ იუნესკოს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციების და რიტუალების აღიარების შესახებ ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმაა. აზიის განვითარების ბანკმა კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.8%-მდე გაზარდა. ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ზრდა საჯარო ინვესტიციების და გადარიცხვების ზრდით არის განპირობებული. Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მწვანე შუქიაუნთეს ბლოკის გეგმას, რომელიც 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტას ითვალისწინებს. საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციამ იგივე ინტერპოლმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კრიპტოინდუსტრიაში განხორციელებული კრიმინალური აქტივობები სერიოზულ გამოწვევას უქმნის გლობალურ საფრთხეობას და ფინანსურ სტაბილურობას. Pegasus-ი ჩეხურ SmartWings 154 მილიონ ევრო შეისყიდის. Pegasus-ი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მიმართულებით ოპერირების გაზარდას გეგმავს. შეთანხმების მიხედვით, ჩეხური კომპანიის მთლიანი საჰაერო ფლოტი, რომელიც ჩეხეთში, პოლონეთში, სლოვაკეთსა და უნგრეთში ოპერირებს, Pegasus-ის მფლობელობაში გადავა. აზიის განვითარების ბანკმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 5.8%-მდე გაზარდა, რაც აქამდე არსებულ პროგნოზს 0.3%-ული პუნქტით აღემატება. ADB აღნიშნავს, რომ პროგნოზის ზრდა განპირობებული არის რეგიონში საჯარო ინვესტიციების და გადარიცხვების ზრდით, ასევე ძლიერი შიდა მოთხოვნით. საფინანსო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროგნოზის გადახედვა განპირობებულია ყაზახეთში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობით. საქართველოს რაც შეეხება, ADB მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკა მკვეთრად გაიზარდა, რასაც ხელი მომსახურების სექტორის, მდგრადი სავალუტო შემოდინებისა და ტურიზმისა და ფულადი გზავნილების ზრდამ შეუწყო. 2026 წელს რაც შეეხება, ADB მომავალი წლისათვის რეგიონში 5%-იანი ეკონომიკური ზრდას ელოდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 1.1%-ული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე დროს აზიის განვითარების ბანკმა გაზარდა მიმდინარე და მომდევნო წლისათვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განვითარებადი აზიის და წყნარი ოკეანის ქვეყნებისათვის, რაც განპირობებული არის მოსალოდნელზე ძლიერი ექსპორტით და შემცირებული სავაჭრო გაურკვევლობით. შეერთებულ შტატებთან რამდენიმე სავაჭრო შეთანხმების დასრულების შედეგად. ტექგიგანტის Google-ის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ევროპულ უწყებაში ეჭვი აქვთ, რომ Google-მა მედია გამოცემების ტექსტობრივი მასალები, ეგრეთ წოდებული იუთუბერების მიერ ატვირთული ვიდეოები, საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელის Gemini-ის განვითარებისათვის გამოიყენა ისე, რომ მხარეებისგან არავითარი თანხმობა არ მიუღია და კომპენსაციის გადახდა მათთვის ასევე არ ქონია გეგმაში. Google ავითარებს ისეთ AI მოდელს, რომელიც ბაზარზე მოთხოვნადია. მისი სრულყოფილი
სერვისის მიღებაში კი მომხმარებლები ფულს იხდიან. მიღებულ თანხას კომპანია არ უზიარებს იმ გამოცემებსა თუ იუთუბერებს, რომელთა მონაცემების გარეშეც Gemini-ის მოდელს არსებულ დონემდე ვერ აიყვანდნენ. რაც თავარია, Google-ის საკუთარ ხელოვნურ ინტელექტს ღირებულ მასალებს მათი თანხმობის გარეშე აწვდის. ევროკომისიამ საკვები პროდუქტების მწარმოებელი Mars-ის მიერ Pringles-ის შესყიდვა ოფიციალურად დაადასტურა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 26 მილიარდ დოლარს შეადგენს. მარეგულირებელმა კომისიამ დაასკვნა, რომ ეს შერწყმა არ გამოიწვევს კონკურენციის შეფერხებას ევროპის ბაზარზე და ის არ წარმოშობს მონოპოლიურ გაერთიანებას. რეალურად ეს გარიგება აერთიანებს მსოფლიოს ორ უმსხვილეს ჰოლდინგს, სადაც Mars-ის ბრენდები, როგორიც არის Snickers-ი, M&M's-ი, Twix-ი შეუერთდება Kelanova-ის საკუთრებაში არსებულ ბრენდებს Pringles, Cheetos და Pop-Tarts. Ნათი დეკემბრის საქმის კურსის მიწურულს კიდევ ერთი ისტორია უნდა გაგიზიაროთ, რომელიც რეპორტაჟის სახით ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ ოსლოში, ნორვეგიაში ვიზიტისას მომზადდა, რადგან წინასწარ არ იყო რთული გამოსაცნობი, რომ Grand Hotel-ში ყოფნის შესაძლებლობა შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო, მათ შორის დღევანდელი დღესთვის. სწორედ Grand Hotel-ში გაჩერდა ჯგუფი ოსლოში ყოფნისას ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატებისათვის დაჯილდოების რიტუალის განუყოფელ ნაწილს სასტუმროში და ცოტა ხნით უნდა გამოგზაუროთ ნორვეგიის დედაქალაქში მის ცენტრალურ ქუჩაზე კარლ იოჰანის 31-დან, პირდაპირ ნორვეგიის პარლამენტის წინ. ანუ სტორტინგის წინ 1874 წელს დაარსებული ცნობილი სასტუმროს ვერანდიდან მოგიყვებით ამბავს, რომელიც ამ ვერანდას, ამ სასტუმროს და რა თქმა უნდა ნობელის პრემიას უკავშირდება. ამბავი ასეთია, რომ ყოველ წელს მას შემდეგ რაც დასახელდებიან ნობელის ლაურეატები იმ მიმდინარე წლისა, როგორც მოგეხსენებათ, ნორვეგია ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გასცემს ნობელის პრიზს, ალბათ მთავარ პრიზს მშვიდობის დარგში. ამასთან დაკავშირებით არსებობს წლების განმავლობაში არსებული ისტორია და ტრადიცია, რომ იმ წლის ნობელიანტი და გამარჯვებული მშვიდობის დარგში აუცილებლად უნდა გაჩერდეს ოსლოს Grand Hotel-ში, ეს არის ვალდებულება და ის აქ იღებს სპეციალურ ოთახს 254 სასტუმრო ოთახს შორის ერთ-ერთი არის ნობელის სპეციალური ოთახი, სადაც ყოველ წელს სავალდებულოა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული დარჩეს და გაატაროს ის დღეები სწორედ ამ სასტუმროში. რა ხდება შემდეგ? შევიდეთ Grand Hotel-ში. Grand Hotel Oslo, თავისი არაჩვეულებრივი Grand Hotel კაფეთი არის სწორედ ის სასტუმრო, სადაც ნობელის პრიზის მშვიდობის დარგში ლაურეატი სავალდებულოდ უნდა გაჩერდეს. ვიდრე ის მორიგი რიტუალისთვის მოემზადება და ამ რიტუალისთვის მას სპეციალური ნობელის სახელობის ოთახი ელოდება. ეს არის ალფრედ ნობელის სახელობის ოთახი, სადაც აუცილებლად უნდა გაჩერდეს ნობელის პრემიის ლაურეატი და ეს სწორედ ამ ოთახში შევიდეთ. გასული საუკუნის დასაწყისიდან დაწყებული ტრადიცია, თუ არ ვთქვი, ეს იყო 1907 წელი, Grand Hotel-ი მასპინძლობს და ეს არის სავალდებულო ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის გამარჯვებულისთვის, რომ გაჩერდეს ნობელის სპეციალურ ოთახში, ალფრედ ნობელის სახელობის ოთახში. გამარჯვებული გამოდის სწორედ აი ამ ბალკონზე, სადაც 10 წუთის განმავლობაში ზუსტად 6 საათსა და 45 წუთზე მიესალმება ძირითად ქუჩაზე მომავალ დემონსტრაციას, რომელიც მის საპატივცემულოდ იკრიბება და ზუსტად 10 წუთის განმავლობაში დგას და ესალმება თავარზე იოჰანეს ქუჩაზე მომავალ დემონსტრაციას, რომელიც ამ სპეციალური სანათებით მოდიან აქ მის საპატივცემულოდ და ზუსტად 10 წუთის განმავლობაში დგას აქ. 10 წუთის განმავლობაში, რადგან საღამოს 7 საათზე
Grand Hotel-ში უკვე სპეციალური მისი საპატივცემულო ვახშა მიიმართება. გიორგი მაისურაძე, გიორგი ისაკაძე, ოსლო, ნორვეგია, Grand Hotel, სპეციალურად BMG-ისთვის.